მოდით ვიფასო მაყურებლებო, სვენელებო, შემოგთავაზებთ უბრალოდ მინდა შემოგთავაზოთ ელენა დანანის 73 კოსმოსური ნაციების ახალ ამბებს. ელენა დანანი ამბობს, რომ დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ კონტაქტებზე უცხო პლანეტელებთან, მაგრამ არ რეალურ გლობალურ ფიზიკურ კონტაქტზე, არამედ თუ ეს როგორ მოხდება. ჩვენ აგრეთვე ვისაუბრებთ ეგზოპლანეტებზე, ეგზოსიცოცხლეზე, ახალ აღმოჩენებზე და სხვა მათთან დაკავშირებულ თემებთან. და ბოლოსში ჩვენ მოვყვებით კიდევ ახალ კულტურაზე, რომელზეც ადრე თქვენ არ გესმოდათ, უბრალოდ არ გაქვთ გაგონილი. 1620 წელს 20 აპრილს კოსმოსურმა ტელესკოპმა ჯეიმს ვებმა განაცხადა ეგზოპლანეტების აღმოჩენაზე. ეგზოპლანეტების სია, რომელიც დაარეგისტრირა NASA-მ, დღევანდელ დღეს ითვლის 800,000 ობიექტს და ამ პლანეტებზე აღმოჩენილია ეგზოსიცოცხლის სიმპტომები, ეგზოსიცოცხლის ნიშნები. კეპლა 18b განლაგებულია, როგორც განაცხადა NASA-მ, 120 სინათლის მანძილზე დედამიწიდან. უბრალოდ დედამიწიდან კი არა, სისტემას ოუდა. მე ჩემი სოციალურ ქსელებში აქტიურობის დროს მონაყოლი მაქვს თქვენზე ამ პლანეტაზე კეპლერი 18b-ზე, რომელიც განლაგებულია ლომის თანავარსკვლავედში და რომელსაც კიდევ უწოდებენ ეპლერი 20,000. ეს პლანეტა განლაგებულია მეორე ადგილას თავის საკუთარი მზიდან მოშორებით და მის მზე არის წითელი კარლიკი. ხო და თავისი მზისგან უბრალოდ ეს პლანეტა განლაგებულია 120 კი არა 124 სინათლის წლების მანძილზე, როგორ გითხრათ, მანძილზე, ხო? და აქ არსებობს ცივილიზაცია მესამე სტადიის პლანეტარული განვითარებისა, რომლებიც წარმოადგენენ ამფიბიების რასას და ორ ჰუმანოიდურ რასას. ესე იგი, ეს სამი რასა, ამფიბიების რასა და ორი ჰუმანოიდური რასა ბინადრობენ ერთ პლანეტაზე. უმეტესწილად ეს პლანეტა არის წყლის სამყარო. სადღაც ორი ნაწილი ხმელეთით თუ არის იქ განლაგებული. მალე ჩვენ გავიგებთ სხვა პლანეტებსაც, რადგან ისინი მათ აღმოაჩენენო. და თქვენ ნახავთ, რომ მონაცემები ემთხვევა გალაქტიური ენციკლოპედიიდან, რომელზეც მე ხომ მუშაობ. ტელესკოპები ვერ აჩვენებენ ტექნიკურად განვითარებულ პლანეტებს, ასეთ როგორც პროქსიმა და ცენტავრა, ალფა ცენტავრა, პროქსიმა ალფა ცენტავრა, რომლებიც განლაგებულია ძალიან ახლოს, რადგან ჯერ არ მოსულა იმის დრო, რომ ამ პლანეტებზე ითქვას რამე, არ მოსულა საჭირო დრო. საჭირო დრო დადგება მაშინ, როდესაც სახელმწიფოური მთავრობა დაკარგავს კონტროლს და ეს მოხდება ძალიან ჩქარა, რადგან ახალმა ადმინისტრაციამ დაიწყო დაწნეხვა გავლენის მოხდენა მთელ სამყაროზე. და აქედან გამომდინარე ისინი სხვა ქვეყნების ლიდერებს აიძულებენ გადადგენ, ან აგდებენ მათ. რაღაცას ახერხებენ ისე, რომ ეს ხალხი გადადგეს, რომლებიც თანამშრომლობდა სახელმწიფო მთავრობასთან, სახელმწიფო სახელმწიფოსთან. კლაუს შვაბი წავიდა, კლაუს შვაბი გადადგა იმ დღესვე, როდესაც გარდაიცვალა რომაელი პაპა. ყველა ვირთხა გარბის იმგებიდან, რომელიც იძირება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომელსაც მართავს
რომელსაც მართავდა კლაუსი შვაბი და ეს შვაბი გადადგა. შემდეგ ღარიბი ადამიანები, რომლებიც უდგანან თავში ძალიან ბნელ ორგანიზაციებს, ჩვენ მათ დარჩა ისინი და ჩვენ მუშაობთ ამ ბნელ ძალებთან. და ახლა რასაც იტყვის ელენა დანანი, ის ამბობს, რომ ეს საიდუმლო არავისთვის არაო, რომ ვატიკანს ურთიერთობა ჰქონდაო რეპტილოიდებთან. სიკარა რეპტილოიდებთან, სიკარა იმპერიასთან. კომისარები სიგმა დრაკონები. ხო არის კიდე იგენიც განირჩევიან ერების ფერების მიხედვით, როგორც ჩვენთან განირჩევიან ერები, რასები, ჩვენ დედამიწაზე. სხვათა შორის ბრაზილიის წარმომადგენლებზე, ბრაზილიის მოქალაქეებზე არ ამბობენ, ბრაზილიაში არ არსებობს ერი. ხო, როგორც ჩვენთან არის მაგალითად აფხაზები, მეგრელები, ოსები, იგივე მესხები, ხომ არის დაყოფილი ერების მიხედვით, კუთხური დაყოფა. იქ ასეთი დაყოფაა, კუთხური არ არსებობს, კუთხური ერები იქ არ არსებობს. არ არის, იმიტომ რომ ბრაზილია არის ერთადერთი ტერიტორია, სადაც თავმოყრილია რასები. დიახ, იქ ისეა შერეული ეს სხვადასხვა რასა, რომ იქ ფაქტიურად იქ ამბობენ ბრაზილიელი ქალი, ბრაზილიელი კაცი. თორემ იქ არ იტყვიან მე ვარ მაგალითად მეგრელი, აფხაზი, ოსი, იქ არ წერია, იქ წერია ბრაზილიელი, მაგრამ ამ ბრაზილიელებს რომ დააკვირდებით, ყოველ ადამიანში არის შერეული თაიგული ყველა რასებისა. იქ არიან რასობრივი წარმომადგენლები. ხანდახან ერთ ადამიანში იმდენი ეს ეროვნულისა თაიგული, რომ მაგაზე ვერ იტყვი, რომ რომელიმეს ეკუთვნოდეს. ამიტომ იქ არ არსებობს ეს დაყოფები ეროვნების მიხედვით. იქ არის უფრო დაყოფა რასული. აი, რომელ რასის წარმომადგენელს ეკუთვნის. წარმოგიდგენიათ? და ეს რეპტილოიდები იყვნენ სივრცეთა შორისო რეპტილოიდები, რომლებიც ცხოვრობენ სივრცეში. არა პლანეტაზე, რომელ პლანეტაზე, არამედ იქმნიან თავის ბუდეს სივრცეში. ქმნიან ბუშტებს და იქ იქმნიან თავის სამყაროს. მაგრამ ესენი მეკუთვნებიან ახლა თუ არ არიან ისინი განადგურებული ალიანსის მიერ, მეკუთვნებოდნენ ძალიან ბნელ რასას და დაკავებულები იყვნენ ძალიან ბნელი საქმეებით ვატიკანთან ერთად. მათში შედის აგრეთვე შავი მაგია, შავი ჯადოქრობა, ხო, და რომლებიც მუშაობდნენ სახელმწიფოს ბნელ მხარეზე, სატანისტებთან, ყველასე ბნელ საქმეებს აკეთებდნენ, რაც კი არსებობს ამ პლანეტაზეო. მაგრამ დედამიწის გადასვლასთან ერთად მეხუთე განზომილებაში შავმა მაგიამ დაკარგა თავისი ძალის უმეტესობა. მაგრამ შავი მაგები ჯერჯერობით ცხოვრობენ დედამიწაზე და ჩვენ უნდა დავიცვათ თავი მათ მაგიისგან. რატომ და მაგათ შეუძლიათ ჯადო გაგიკეთონ, შეუძლიათ დაგწყელონ. ხო, არიან ადამიანები, რომლებიც თუ გაუბრაზდებიან ვინმეს წვიმაზეც კი, ხო? და იცით რა, ზოგიერთს აქვენ ისეთი ენა არა, იტყვიან ენა აქვსო თარსი, იტყვიან საერთოდ მაგალითად მამაჩემი თუ ვინმეს გაუბრაზდებოდა, ხო? და ვინმეს აგინებდა, ვარიანტი არა, იმ კაცს რამე არ დაემართოს. იმიტომ რომ ნეგატიურს გამოხატავდა.
მე ვცდილობ, რასაკვირველია, მეწყლა და ეს არასდროს არ ვიცოდი, მაგრამ ერთი პერიოდი იყო ჩემ ცხოვრებაში, როდესაც აი მაგალითს მოგიყვებით. დედას ვეხმარებოდი ფოჩ ჯიხურში ვიჯექი და კონტაქტური ლინზები ახალი დაწყებული მქონდა კონტაქტური ლინზების სტარება. მე საერთოდ კი იცით, რომ სუსტი მხედველობა აქვს. და ბინები 9 სართულიანი ბინები იყო ჯიხურის წინ, სკოლასთან იყო ჯიხური დაყენებული და იქ მეორე სართულიდან უსვრია, ეხომ იცით ტირის თოფები რომა. დიახ. მაგას უსვრია, მე არ ვიცოდი ვინ ისროლა და ამცდა ასე ვზივარ ჯიხურში შიგნით და აქ პატარა ფანჯარა ხოა ის ღია, ესე იგი ეს ტყვია, ამ ტირის თოფის ტყვია გამოფრინდა, ტყვია ამცდა საფეთქელს, ხო, და კიდევ კარგი თვალში არ მოხვდა, კიდევ კარგი და პირდაპირ ჩემ უკან კედელს მოხვდა. და ახლა არ გაგიჟებულიყავი და ბალკონზე ის დამალულა, ბავშვები იყო ამოსადებ. ისინი ჩაიმალენ ბალკონ, ისე მიეფარენ ბალკონს. აივანი იყო შემოღობილი მათი რაღაც ცელოფნებით. და მე ავიხედე, მეგონა გვერდით ვაჭრდა ქალი, იმის ბიჭი იყო. ხო და ახლა ვერ იყურებიო, თვალში ლინზები გიგეთიაო. მითხა ამ ქალმა. არა, მე არ დამიწყებია, მაგრამ ისი ცხარე ცრემლებით ვიტირე, ისი ცხარე ცრემლებით. იმიტომ რომ მაქალმა შეეხო ჩემ ყველაზე წკინეულ ადგილს, ჩემ ხედველობას. და იმ საღამოს მე ხომ არ დამიწყებელები, მაგრამ აი კარმის ბუმერანგი, არა, ხა მე არ გამიხარდა იმ ქალს, საკურველია, რაც დაემართა, პირიქით ძალიან ცუდია, რაც მას დაემართა. ის აბანოში იყო წასული და აბა უნდა რომ გამოდიოდა, ის კანაო ეგონა გადასასვლელი ედო ამ კანაოზე და ფეხი გაუსხდა და ფეხი მოიტეხა ქალმა, დაეცადა. რა უნდოდა ჩემ თვალთან? ეთქვა, არა, ის არა, ისინი არ არის, ხომ იცის მე რომ ახლა მხედველი ვარ, ხომ იცის? თვალში მაკლია. ვითომ დაიცვა მისი ბიჭი, კაცო, ბიჭი ბავშვი ხო არ იყო, ვერ დაიცავდა თავის თავს. აი ასეთი შემთხვევაც იყო. აიღო კიდევ აიღო, ყველაზე შორს ნუ წავალთ. ჩემი დედინაცვალი სულ მწყევლი და მე. სულ მწყევლი და მას შვილი არ ყავს საკუთარი. მაგრამ მისი წევა მე ყოველთვის გვერდს მივლიდა. კი, ხო, რას ვამბობ, ხო, წევას და ხომ ერთ ნათქვამი მაქვს მე, რომ ერთხელ დამწყელა ზუდიჩი მოვდიოდი და წინადღეთ ლიმონს კრიფავ და ფანჯრის წინ და გავიკეთე, რომ დაწყელა ცოცხალი არ დაბრუნებულიყავი უკან. დამწყელა მე. ხო. და მეორე დღეს მაგას ვამბობ, თუ თქვენ ძლიერები არ ხართ, თქვენამდე მოვა წევა. ხართ თქვენ დამნაშავე არ ახართ, მაგალითად მეორე დღეს მარშრუტკა რომელშიც ჩავჯექით, ზუგდიდში მომავალ მარშრუტკას, ზუგდიდი არა, ხიდიდან მოდიოდა პირდაპირ ზუგდიდში მარშრუტკა და მე დრო რო არ დამეკარგა, მე საერთოდ ნაკლებად მოყვებოდი ისეთ მარშრუტკას, რომელიც ხიდიდან მოდიოდა პირდაპირ. ხიდიდან არა, პოსტიდან. ხო, ხიდეს გავლა ფეხით არ უწევდა ხალხს, ვინც იქ ჩავშდებოდა, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობდი ხიდე გამევლო ფეხით და ჩამშდარიყავი ქართულ პოსტთან. ხო. და იქედან აფხაზური პოსტიდან ეს მანქანას ქონია გაფუჭებული ტორმოზები. ხალხს შეეშინდა და ქართულ პოსტთან ჩამოვიდა ნახევარი. მე გავაგზავნე გზა ძლივ ჩავიდა სუდიდამდე, ამას ვამბობ. ცდილობდა ჩემთვის ევნო, მაგრამ მე ვერ მავნო მისმა წევლამ. იმიტომ რომ დაცული ვიყავი. ასე მწყევლი და სულ მე წამოგიდგენიათ ორი ძროხა ეწოდებოდათ და მე ძიცხნოს ვხედულობდი რომ ქაში გამეკეთებინა და იმ გაკეთებულ ქაშად ჭამდა. ერთ გრამ ძილს არ მოგცემდა. ერთხელ მე მქონდა ნაჩუქარი კრუშკა.
მაწონს რო აკეთებდა ხო ანაწილებდა ეს რომ მიხვდა მეტი იმ სხვა კრუშკაზე შედა მე საერთოდ სხვისი კრუშკებით არ ვთვალე მეკუნა ჩემი ფინჯინები კრუშკა რა რომ მიხვდა რომ ჩემ კრუშკაში ჩადიოდა ამდენით უკაცრავად თითით რო გაჩვენებთ აი ამდენით მეტი მაწონი გაგიშთა ხალი შენ თურმე მეც გაძლევდიო და იცით რამე და ახლა თემას გადავუხვევდა წინათ ვიდეოები ხო დავდე მე ძროხის ერთის მანეულობაზე და სარგებელზე ხო ყვება ის კაცი რომ ძროხა კოსმოსური ცხოველია და მას პატივი უნდაცე და მე იმასე გაბრაზებული რომ მე მიწევდა ძროხის ყარაული არადა არავინ არაფერს არ მაძლევდა ერთ გრამს ეს არ მაძლევდა ყველს ზომავდა და ისე ჭრიდა თითო ნაჭერს და თავის დიშს მამა რომ მოკვდა ავსისქო ნაჭრს უდევდა ორი მაგ ხომს უდევდა მე ნახვრად შერი დავდიოდი რადგან ხომი თუ დარჩებოდა ან მაგას საჭმდა თვითონ ჭამდა და პურის ქვილი ხანდახან არ იყო იმდენი ვინ მოიტანდა მამა ცოცხალი არ იყო არაფერი და კი ჩემი დედნაცის მიშულს დაქვა და რომ იცემდი პურს მოგიტანდა მაგრამ სანამ ის მოიტანდა ჭამა ხო გინდოდა და რო არ გათხოვებულიყო და მონატრებული ვიყავი მე რამდენამეს და მე მომუშავებდნენ ბირივით მე ვერ მოდიოდი ჯერ იმიტომ რომ ამის წესავი სანამ გავთავდებოდა კოვიდი იყო ეს იყო ის ყიდოდა პრობლემები იყო ისე მე აქეთ მე ზუდიჩი ვცხოვრობდი სულ ზუდიჩი მქირავდი ოთახს პირველად არ გამოვიდა ბინის მიიღება რადგან მე გამიზარდეს კულები სოციალურში და ქირის თანხის გადახდა მე მიტოვეს და მე ქირის თანხას მიხდი და მთავრობა მაშინაც მამას ერთი კაპი კი არ მოუწია ჩემთვის მე რომ ბინისკირა გადამეხადა ერთხელ მომცა სათვალე გამიტყდა ის ფული გამომეცვალა და ისის დამამარლა მე ვჭირდებოდი ხო ნუ კაი ყველაფერს თავი დავანებოდ ახლა მე უკვე ნერვებს არავინ არ მიშლის არც იმის მოლოდინში ვარ რომ ვიღაცა მაიძულებს რამე გამაკეთებიოს კი ჩემო კარგებო როგორ არა ჯერ მოსული არ ვიყავი აქ და უკვე ვცდილობდი ჩემ სოფელში წაყვანას და ხა უცხო ადამიანი შენ რატო დაგპატიჟებს მის სოფელში თუ არ უნდა გამოგიყენოს მუშად დამხმარეთ ხო აი აქ სადაც ვარ ბინაში მაგის კი კი კარგი არ მიდახავთ ხო ასე მეტი და ვცდილობდნენ ჩემ მაგრამ კიდევ მეორე პარტია მესამე პარტია უნდა ჩემი სოფელში შეტყუება წაყვანა მე ავამტყოფი ადამიანი ვარ მე ფიზიკურად მუშაობა რო შემეძლოს ვინ გამაჩერებდა სახლში ვინ გამაჩერებდა კი მე ასი ფორმა გაკეთებული მაქვს რომ ჩავაბარე სოციალურში თვალით და ეს დიაბეტით ჩიყვის პრობლემები მაგრამ მე ვერ მოვასწარი დროში არ ვეტეოდი მე რომ დროზე არ გამეკეთებია სოციალური ახლა ითხოვენ ჩაწერას რომელი ხაზაიკა ჩაწერს ღუმურს ო ამასაც რო ვამბობ მე მოვასწარი მანამდე ხო და რომ დამგვიანებოდა მე სოციალურს ვერ გავაკეთებდი და სრულიად არ დამიფინანსდებოდა მე არაფერი ხო ჩემო კარგო მე ხოლოდ მადლიერების მეტი არაფერი მეთქვის ვინმესთვის ხოლოდ მადლიერების გზნობა მაქვს გულში ხო ჩემი პატრონი აღმოჩნდა მთავრობა და ზეთიური ძალები რომლებიც მე ზევიდან მეხმარებიან მე ზეთიური ძალების იმედად ვარ იმ ზეთიური ძალების იმედად რომელსაც ჩვენ ვუძახით როგორ გინდათ ისე დაარქვით შემქმნელი მე ყველაფერი ხომ გონიერია სივრცეც გონიერია და შენ თუ იმედოდ ხარ
სივრცე კიდე რეაგირებს ამ შენ იმედობაზე. აბა, შენ როდესაც ნერვიულობ, შენ როდესაც დაძაბული ხარ, სივრცეც იძაბება და აქედან გამომდინარე შენსკენ ვერ მოვა დადებითი ენერგიები, პოზიტიური ენერგიები, შენზე გავლენას ვერ მოახდენენ ის კურატორები და ის ზეციური მასწავლებლები, რომლებს შენ მოელაპარაკე, სანამ მოხვიდოდი დედამიწაზე, რა უნდა გააკეთო, იგენი მათ მიყავხარ შენ. მე ახლა უბრალოდ ახლა მომენტში ხომ მოვარიდე მაინც ღიად ხმას იმის რომ არიან ჩემი კურატორები, იგივე უცხო პლანეტები, წარმომადგენლები, იგივე სულიერი წარმომადგენლები, წვრილი სამყაროს წარმომადგენლები გვეხმარებიან ჩვენ, იგივე კურატორი, დედამიწის კურატორი, 1-2 ახლა მე რომ თავი შევიკავე, ხო, რაღაცის თქმისგან, მე შინაგანად თითქოს რაღაც დაეცა. არ უნდა დავმალო, თუნდაც თქვენ გაგეცინოთ. მე ვეტყვი ხა სიმართლეს. გეტყვით. მე მთელი ჩემი ცხოვრება ისეთ სიტუაციებში ვარდებოდი, რომ იქიდან გამოვყავდით უნებელი. და ვის გამოვყავდი უნებელი? ამ ჩემ მასწავლებლებს, კურატორებს, ვინც მე მაჩვენებს გზას, ხანდახან მე არ მისმოდა თუ საით უნდა შემეხვია, რომ გზაზე უნდა მევლო, კიც ხვდებოდა, ძალიან ბევრი მოხდა. ზურშიც, კეფაზეც, ბევრჯერ იცით, აი ისეთი სიტუაციები ყოფილა, ხა მივახციე თავისუფლება, ქცევს გავშლი მეთქი და ბახ უკან ქაჩავდნენ. რატო გაკვეთილებს ვერ ვითვისებდი და უკან ქაჩავდნენ, არ მიშვებდნენ წინ. იმიტომ რომ მე ვერ ვითვისებდი გაკვეთილებს. მე მინდოდა გაქცევა სახლიდან, მე მინდოდა ის კი არა, კინაღამ გავთხოვდი ერთხელ, ოღონდ მამაჩემს გავქცეოდი. ის კიდე აღმოჩნდა ვიღაც აფერისტი. ხო. მაგრამ მან ვერ ჩამიგდო მე ხელში და მე თავი დამანება. კიდევ კარგი, ჩვენ ფიზიკურად არ შეხვედრება ერთმანეთთან, ნამდვილად არ გამიშვებდა ისე. ხო. დამას ვამბობ, ბევრი შემთხვევები ყოფილა, რომ მე გადავურჩენი ვარ ამ ჩემს ზეციურ მასწავლებლებს და ჩემ დამცველებს. რადგან მე ხო ჩვენ სულები ხო იქედან ვართ. ჩვენ ყველანი მოვდივართ წინასწარ შეთანხმება ვსდებთ, რომ აი ამდენი ხანი უნდა ვიცხოვროთ, აი ეს უნდა გავაკეთოთ. ნუ ხა ჩვენ მე გვავიწყდებათ ყველაფერი აქ რომ მოვდივართ. არ მინდა ნაღდათ არ მინდა დავმალა. მე არ მწვენია მაგის თქმის, რომ მე მყავს ჩემი დაცვა, მყავს ადამიანები, თუნდაც ხუმანოიდები იყვნენ. ხუმანოიდის რატო ვამბობ? ყველა ხო არ არის ისეთები როგორი ჩვენ ადამიანის მაგვარი ხუმანოიდები. ყველა გონიერია, ყველაფერი გონიერია კოსმოსში, აქაც ყველაფერი გონიერია. რაღაცა შეიძლება სცენარეები ვერ გრძნობენ იმდენად რამდენადაც ცხოველები, ადამიანები, მაგრამ იგენიც მათაც გააჩნიათ რაღაც მაბადეთ, ახლა მე გადავუხვიე თემას, უბრალოდ მაგას ვამბობ. მე დღემდე მე აფხაზეთიდან გამომიყვანე. აი, ხომ ვამბობს ახალ ამბებს ელენა დანანი. მე გეუბნებით პირდაპირ გაგებით ამომგლიჯეს აფხაზეთიდან. ჩემი იქ დარჩენა არ შეიძლებოდა. მე შეიძლება ჩავლოგინებულიყავი, ეს ერთი, მეორე თვალებთან პრობლემები მაქვს, კატარაქტა, რაღაც ბლეფარიტი. მე იქ შეიძლება დაბრუნებულიყავი. ნუ ახლა იქ მეუბნება არ დაბრუნდებიო, მაგრამ კატარაქტას თუ დროზე არ მიხედე, შეიძლება ადამიანი დაბრმავდეს. და სულ კატარაქტის დროს ხო დაქვეითდება, მხედველობა ქვეითდება. არა, ეს მოხუცებლობის კატარაქტა არ არის, ეს არის მიოპიური, მე მქონდა სულ მიოპია, ახლა მიოპიური რეტინოპათია მქონდა, ახლა დიაბეტური რეტინოპათიაც დაემატა, დიაბეტის გამო რაღაც ცვლილებები და საქმე იმაშია, რომ ეს
არ ვიცი მე მაქვს განაკეთებული ლაზერული კოაგულაცია ბადურად ამემაგდა ლაზერით ივანოვა 2000 წელს და მიოპატია არა ეს არის მითხეს რომ ის ლაზერი არაჩვენსო კატარაქტას და ამიტომ მე ფიქრობ რომ ეს ინტერნეტში შევედი ყველაფერი გავარკვევ მე მაქვს მიოპატიური კატარაქტა და მაგასაც რო ვამბობ მე ზუგდიდს კარგად ვიცნობ რატო ბევრი წელია ზუგდიდში ვცხოვრობ კი პერიოდულად ხანახან მამას ვაკითხავდი ვინ არ აკითხავს და ხო ახლა არა მე ყველაფერი უკან მოვიტოვე და მაგას ვამბობ უცებ მოხდა იცით რა ცხონერად არ გამიგოდა 3 რიცხვი არის ჩემთვის საკრალური ხო ან 3 თვე ან 3 წელი მაგრამ ყოველთვის როდესაც მე დავუშვათ რამე რომ და შეიცვალოს ჩემ ცხოვრებაში უნდა გავიდე 3 წელი ვარიანტი არა თუ 3 წელი არ ჩამთავრდა რამე შეიცვალოს ჩემ ცხოვრებაში დაუშვათ ერთი ამბავი ხომ მოხდა აი ამბიდან 3 წელი უნდა გავიდეს რომ შენი შემდეგი ცვლა მოხდეს არა ადრე ხო ყოველი 3 საკრალური რიცხვი რომლის ყოველ 3 ამ რიცხვში არ აქვს მნიშვნელობა ეს 3 თვეა 3 კვირა 3 წელი ზუსტად მასე მოხდა ჩემი იქიდან გამოყვანა მოხდა თითქოს ამომგრიჯეს მე რა ნეგატიურ ცხოვრებას რომელშიც შეიძლება მე დაღუპულიყავი მაგრამ მე ვისწავლე ემოციების გაკონტროლება კი არ ვამბობ რომ ძალიან იოლია ახლაც რა გონიათ მე განა აგრესიული შეტევები არა მაქვს ან ბოღმა არა სიბრასე ხანდახან როგორ არის მიხსენებს თავს მაგრამ ეს ყველა სჭირს ეს და იმ მაგის წარმომადგენლებსაც სჭირს ვინც ახლა ვისაც კონტაქტორები ქვია ჩვენ ხო ყველანი რკინები არა ვართ რკინისნერები ხომ არ გაგვაჩნიათ როგორ არა ხანდახან არ ხედავთ ვულკანი იღვიძებს ბიძგებს ხო გძნობთ ხანდახან საქართველოშიც ხო რატო ის ნეგატიური ენერგია რომელიც გროვდება ჩვენგან ჩადის მიწაში და მიწა ამაზე რეაგირებს ამით მაგას ვამბობ ჩვენ რაც მეტი პოზიტიური ენერგიას გამოვასხევთ მით ნაკლები იქნება მიწისძვრები და კატაკლიზმები იმიტომ ეს კატაკლიზმები კი დედამიწა ვითარდება და ეს ბუნებრივია ყველაფერი რაც ხდება მაგრამ იმ მასშტაბით არ იქნება ამას კიდევ მის ბუნებრივ ზრდას კიდევ ემატება ნეგატიური ენერგიები ხალხისგან წამოსული და ძლიერდება კატაკლიზმები მძიმდება მაგასაც რო ვამბობ მე მყავს დაცვა ახლა რომ ამას ვამბობ იცით რა დაცვა მივიღე ენერგიის როდესაც თქვი ღიად მე მყავს დაცვა ზეციური წარმომადგენლების სახით ანგელოზი დამცველი ანგელოზიც ყავს საკურველი ვიცი ეს იქიდან გამომდინარე მამა რო იყო ცოცხალი კი არ მომელანდა ეტყობა დავიცინე მაგრამ ასწავლის სხეული არ გამოსულა სხეულიდან ხო იყო ჩემს სხეულში და ხედავდა და მე ვნახე ამ ასტრალური თვალებით ორი ანგელოზი არ ვიცი ანგელოზები უწოდო მაგათ თუ არა იდგა კარებთან და მამისკენ რომ იყო პირველი ანგელოზი ის ეტყობა მთავარი იყო და მე რომ შემეშინდა ვიცი პარალიჩი მივიღე პარალიჩივით შიშის პარალიჩი და ხმას ვერ ვიღე და ვიძახი და ის მამისკენ რომ იყო ის ანგელოზი წამოიწია ჩემსკენ მოდის და ხმას ვერ ვიღებ ვახლობდება ჩემ ლოგინს ამ დროს როგორც და მამაჩმა ყურადღება მომაქცია ტელევიზორ ყურებდა იდგა და არა და კი არ ვთქინა არ ვიცი რა ფაქტია რომ ამასა რომ ვამბობ ჩვენ რომ ჩვენი ავატარს ძინავთ ჩვენი სული
სულს არ ძინავს. უბრალოდ ეთყობა ჩემი ასტრალური სხეული მომიჩი არ იყო გამოსული და რასაც ხედავდა მეც სხეულში სახიმაზე ვიყავი. გონებაზე. ამასა რო ვამბობ, ახლა კი მოდით თემას დავუბრუნდეთ. ჩემო კარგებო, სხვანაირად არ გამიგოთ. თქვენ შეიძლება არ წამდეთ, თქვენ საერთოდ არაფრის არ წამდეთ, მაგრამ აი თქვენ თავში რომ ჩაიხედოთ, თქვენ თავს მოусვენოთ, არ არის სავალდებულო ეს ვინმეს უთხრათ. თავარია თქვენ გაიგოთ. თავარია თქვენ გაერკვეთ თქვენ თავში. უცებ მე ახლა დავიწყებ ლაპარაკი, ისე მე თავიდან ფარულის ქონდა აკაუნტი, მაგრამ YouTube-მა შემთხვევით წავაწყდი ვიდეოს, სადაც ალიონე პანდორაც არაჩენდა თავს. პანდორა რევიზიონი და ალიონამ ხო და თქვა რომ ეს კანონი არაო, რომელიც გამოვიდაო, რომ თუ 25 წლიდან ყველასი აკაუნტი დაიბლოკებაო, ვინც თავს არ ანახებსო. ამიტომ დავიწყე ჩემი თავის ჩვენება, თორემ მე შიშები მქონდა ადამიანის წინაშე, მაგრამ მე ვთქვი რატომ უნდა მქონდეს მე შიში, თუნდაც ნახოს ჩემმა ნაცნობმა, თუნდაც ნახოს ჩემმა ნათესავებმა. რას ვამბობ? მე ვამბობ იმას, მე ამაზე უკეთეს არ ამგონია გავაკეთე. ჩემთვისაც კარგს ვაკეთებ მე, თქვენთვისაც კარგს ვაკეთებ მე ასე ვთვლი. იცით რა? ტელევიზორში ბევრი ინფორმაცია, ყველაფერს ხომ არ ჯერათ. ხო, ზოგი ირჩევთ ერთ არხს, ზოგი ირჩევთ მეორე არხს. არა, მე რამე იქ მიდედა ანგარიშის ნომერი. მაგრამ ჯერჯერობით მე უბრალოდ წერ ისე მე ამ ნომრებს თორე ერთმა პიროვნებამ ჩარიცხა ისა მაჩუკა, რადგან მაგით ჩემსავით ფიქრობ თითქმის თეოსოფიას არა სახელდაგვარს ვერ ვიტყვი, ეგ პიროვნებას ეწყინოს არ უნდა. ამიტომ მე ხომ ვიცი ვინ არის პიროვნება და დიდი მადლობის ნიშნით დიახ გახარებულმა თავში, როდესაც მე დავიწყე ამ გახსენის ანგარიში თებერვალში, საჩუქრად ჩამერიცხა 20 ლარი. მე როგორ მეწყნებოდა პირიქით გამიხარდა. მე იგიც კი არ ვიცოდი თუ საერთოდ სწორი ანგარიში იყო ხომ არ შემიშალა მეთქი. თქვენ გონიათ მე მირიცხავს ვინმე? არა, აი ამ პიროვნებამ ჩამერიცხა ერთადერთჯერ ისა პირველმამ და ბოლომ. მე დიდი მადლიერის დიდი მე არა აქ პიროვნებას მე ახლოს ვიცუნდა, მიწერე მადლობა გადავუხადე. იცით რა? ხო მე ვიცი დღეს ყველას უჭერს. ვიცი. მაგრამ მე ვერავის ვერ დავალდებულებ ვერაფერს. მე უბრალოდ მაინც დონატი სახით უფრო ლარეს უცითებ, მაგრამ იქ ხანდახან არ ჩანა ლარი, იმალება, იჭრება. ამიტომ მე ვწერ იმ დოლარს, თორე კი ვიცი დოლარი რა თმინდა. მე საქართველოში ვცხოვრობ და საქართველოში ვალუტა ლარია. ხო და იმ დოლარს იმიტომ ვწერ, რომ ის ამოწიოს ლარის ანგარიში და არ დაიფაროს. ამიტომ ვწერ დოლარს, თორე მე მაქვს ისა ნომრები გახსნილი 4 ვალუტაში. ეს არის ის ყვითელი ბარათი რომ ახომ იცით? ხო, ავტობუსებში რომ იხდია. მაგი. ხო და თვეში 5 ლარი შემაქვს ამ ბარათის სარგებლობის საფასური. ხო. ასე რომ შემოვა მე ეს 5 ლარი უნდა გადავიხადო, მაგრამ კი მითოდა ესე გაუქმება, მაგრამ ჩემმა მეგობარმა ახალგაზრდა მეგობარმა მირჩია, ვინც 20 ლარი ჩამერიცხა, იყოსო მაინცო ეგ ვინმე გადაწყვეტაო შენი დახმარება მხარდაჭერა. ამიტომ დავტოვე. მე გეუბნები თქვენ ამ მეგობრის ხოლოთ ამ მეგობარმა ჩამერიცხა მე ის თანხა ერთ ადამიანია, რომელმაც ჩამერიცხა. არა. მე მესის რომ თქვენ ყველას გიჭირთ, მაგრამ მერწმუნეთ,
მე იმაზე მეტი ხო ახლა გადავწყვიტე მე დიდი ბოდიში ახლა აქ რომ ამბობ ამას, მაგრამ რადგან ამაზეა საუბარი, მე ძალიან გადავწყვიტე მივიდე ტრამატოლოგთან, მივიტანო ჩემი დიაგნოზები და ერთი დიაგნოზის ფურცელი ავიღო მისგან, მაინც ექიმ მოწერილია, მაინც ექიმის მოცემული დიაგნოზი იქნება, საერთო დიაგნოზი და შემდგომში მომავალში ხო, ამ დიაგნოზს წარმოადგენ, სადმე თუ წასადგენი იქნება, ხო, ექიმის დიაგნოზს. იგივე ტომოგრაფიაზე თურმე გაიხსნა რუხში ტომოგრაფია და იგიც ფასდება ისა მთავრობაში აფინანსებს თურმე, საბუთებს რომ წარადგენ. ხო, და ჩვენი 5 ლარით რომ ჩამირიცხოთ მე დავუშვათ იმ 5 ლარით ბარათს მაინც გადავიხდი, ბარათის სარგებლობის თანხას. დიდ ბოდიში გიხდით, მე ძალიან მერიდება, ძალიან მწვენია ეს ანგარიშის ნომერი რომ დავდე, მაგრამ მაინც დავიცი ეგ ვინმემ გაიმეტოს მე ესმე, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მე ამას ვაკეთებ ჩემთვის ჯერ. იმიტომ რომ მე ჩემი ცხოვრების არსი აზრს შედგება, რადგან მე არ ვარ დაოჯახებული, არ მყავს არავინ, დავჭი მარტო, ავამტყოფი. ახლა მე რო შემოდის ადამიანი და აქ ეზოში დამინახავს, იტყვის რა უჭირს ამას, რომელი ხერხემლის პრობლემები აქვს, მაგრამ მე რწმუნეთ. ვაი-ვაის მაყვირებს, საქმეს ხო ვერ ვაკეთებ მე ყვირილის გარეშე. ვაკეთებ, კი ხანდახან მიშვებს. ახლა უფრო დეიტკივილები არ მაქვს, როგორც გაბრუება მაქვს წელის, ფეხების. მაპატიეთ ახლა, ის რომ ასე შევეხეთ ამას. თმაც კი მეშინი არ ამესი, იმიტომ რომ ერთმა ქალბატონმა მომწერა მიმართეთო მთავრობას. მთავრობა კი მეხმარება და ახლა რა ქნას მეტი. ხო, მაგრამ სანამ ახლა მე ნაკლებში ვარ და სანამ ეს დემნეთა ბინა იქნება, დასაკვირველია ზედმეტი არ არის არაფერი. მე რომ ბინას მივიღებ, მაგრამ ბინამდე ხომ გინდა არსებობა. კი, დიაბეტურ წამლებს, ლოზარტანს, არითმიის წამალს და ექიმებს ანალიზებს, ონკოანალიზებს, ექიმებს, ხაუცელბილ ექიმებს გავდივარ უფასოდ, მაგრამ მე ხომ ამის გარდა ტრამატოლოგი არ შედის, ნევროპათოლოგი მე ვერ მშველის, ნევროპათოლოგი მხოლოდ წამალს გამომიწევს, всё. დავდიოდი მე ნევროპათოლოგთან. შემითვალა წამალი, მაგრამ ის წამალი მე განასინჯიმავ და მან კი აღარ მომკლა და ვარიფ თუ იმ წამალზე დაუბრუნდი დიკლოფენაკს. ახლა დიკლოფენაკიც მივატოვე. ოპერაცია არ გამიკეთდება. მაგრამ რომ მივიდე და სიმართლე გითხრათ, ტრამატოლოგთან, კი, ტრამატოლოგი ფასიანი ახლა კონსულტაცია ღირს 50 ლარი, მაგრამ ის გამომიტეხმე წამლებს, ისე წამლებს, რომელიც წევს ჟაქას, რომ თან მე ნერსებს უყვა ვერ ვიკეთებ ნერსებს. და ტრამატოლოგთან მხოლოდ იმიტომ და მისცა რომ მას დიაგნოზი და ერთიანი დიაგნოზი ერთ ფურცელზე დამიფიქსიროს თავისი ბეჭედით. რომ შემდეგ იმ დიაგნოზით შევძლო სხვა რაღაცის გაკეთება. მეტი არაფრის ის არ მინდა ტრამატოლოგთან მისვლა. ახანი არის ბევრი, რას ვამბობდით, მე ხო ახლა ნაკლებებში ვარ და ბევრი გაუთვალისწინებები ხარჯებია, ახლა ბევრი ცხოვრობს. აფუჭებენ, არაფერს არ უთხოვდებიან და შემდეგ მე მიწევს კიდევ წირი ფულის დადება, გააფუჭებს სხვა, ის
მაგალითად მან დადო 30 ლარი კრანი გამოცვალეს, მისი გაფუჭებული იყო, მე დახვდა გაფუჭებული კრანი, მე დავდე 50 ლარი. ხო? არ დადებს აწახვალ. ახლა ყველაფერი გარემონტა ესე გამოცვალა ჩემ ხაზე იკა და გაყვე სამ ნაწილად, სამი დგუმური. ხო? აი მის გარდა ფეხები სამი ტუმბოჩკა ეს რომ დამიგააქამე ტუმბოჩკები შკაფი რომ შემიცვალა ამას ფეხები უყიდა ეს ფეხების ფული მე დამადებია მე არ მეკუთვნოდა აბეჯის ფეხების ფულის დადება და თქვი ვერაფერი და იცით რა საერთოდ ასია აქ ის როდესაც სხვა გზა არ გაქვს ასე ჭრინდა საერთოდ მე არ მეკუთვნოდა ამის დადება იმის გარდა ხო ვამბობ ტუალეტ თუ გავდეცხავ ალბათ ჩემი ნაყიდი პარაშოკი და ჩემი ნაყიდი ქლორით ვრეცხავ ის ახლა მესამე დგუმურები არ არიან და ის მეორე დგუმური საერთოდ წყდება არაფერს კრანზე აწყობს სარეცხებს საერთოდ არ უწყდება ახლა კარგით მოდით ამას თუ გავყვებით საერთოდ ვამბობ ხო და მე დიდ ბოდიში გიხდით ნუ გეკონ ბათ დონატი რადგან ანგარიში მიდენა მე ვიმე რამეს მერიცხავს ამასა რომ ვამბობ ხომ გეუბნებით ჩემმა ახალგაზრდა მეგობარმა ჩამერიცხა 20 ლარი ერთ-ერთი ეს არის დახმარება მისგან ხო და კიდევ ვამბობ მე რასაც ვამბობ არა მოდით თემას დავუბრუნდ ახლა წარმოგიდგენთ საუბარი შეიძლება ბევრს ახავიანა გახსენთ ჩემი ნათქვამით და ელენა და ნანი ამბობს რომ ადამიანები დღემდე არიან ამ შავი მაგიის მიზანი ჩვენ გონიათ რომ ჩვენ გაგვიკეთ შავი მაგია ნათესავმა მაგალითად ამან იმან მაგრამ სინამდვილეში შავ მაგიას არის ისეთი მაგიის ისეთი ნაირსახეობა რომ იგზავნება იყოფა ეს და იფანტება აგერ ერთი ქალი მე უსმენდი გოგოების კლიენტთან სეანს ბერიგინი ალეონა პანდორა თურმე საგვარეულო დემონი ყოლია ამ ქალს ქალბატონი იყო კლიენტი და დემონი აიძულებდა ამის ბებიას თუ დიდ ბებიას ხო ბებიას მახები დაეგო სადაც გადასასვლელებია ეს შუქნიშნებია ხომ იცით აი ესეთ ადგილებში სადაც ბევრი ხალხი მოძრაობს და სპეციალურად კი არდე და უბრალოდ ასე ფანტადა და ვინც მოხდებოდა ამ მაგიაში ამ მახეში მაგი ადამიანისგან იკაჩებოდა ენერგია და ხოლმე ჩვენ გონიათ რომ ვიღაცა რაღაც რატო გაგვიკეთა სინამდვილეში შეიძლება ნებისმიერი აღმოჩნდეს დღეს მასეთ მაგიურ მახეში რომ ჩვენ ვართ ბატარეიკები ელემენტები შავი ბნელი სამყაროს წარმომადგენლებისთვის და ჩვენ გაკაჩავენ ზოგი კარგ ენერგიას კაჩავს ზოგი გავახს კაჩავს ჩვენი ემოციების ენერგიას ტირილს შიშს ჩხუბის დროს ეს ნეგატიური ენერგიები არის მათი საკვები ამიტომ ემოციები უნდა აკონტროლოთ რადგან ჩვენ მე ამ ენერგიას კაჩავენ შთანთქავენ ჩვენ საციცოცხლო ძალასაც ზოგი სუფთა ენერგიასაც ჭამს იკვებებიან ამით არ გაგონიათ ზოგი ადამიანი აშობა რომ არ იჩხუბოს არ შეუძლია ცუდათა მაგრამ როგორც კი ის იჩხუბებს შვენივრად უზომს თავს და ვისაც იჩხუბა ის ძალა გამოცლილია არ დაკერები ხართ ხო აი ეს რაღაცები ხდება მაგრამ დაგაიმედოვნებთ ელენას ნათქვამით შავი მაგია სუსტება და შავი მაგიის წყელა ჯადოები და ასეთ რაღაცები უე არ მოქმედეს იმდენად რადგან დაცვა ძლიერდება მათ წინააღმდეგ ჩვენი დაცვა ამ ენერგეტიკული სიხშირეების აწევით
ჩვენც ვარ დაცულები ყველან, ვინც ემოციებს აკონტროლებს. ეს არის იმის შედეგი, რომ იზრდება ვიბრაციების სიხშირე თელ ვარცხავურ სისტემაში. მიწიერი მობინადრეების კონტაქტი ვარსკვლავურ წარმომადგენლებთან უნდა მოხდეს მიახლოებით 25-დან 27 წლის შუალედებში. ნეტავ მე მოვესწრებოდე ამ ამბავს. ერწმუნეთ, ბევრი თქვენგანი მოესწრება. ნეტავ მე მოვესწრებოდე ამ ამბავს. და მე სადაც უნდა ისწავლო. ნეტავ მოვესწრებოდე ამ ამბავს. ჯერ უნდა გაიხსნას ყველა ტექნოლოგიები, რომლებსაც იყენებდნენ საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებში. ამერიკის მთავრობამ უკვე დაიწყო ამ ინფორმაციის გახსნა, თანდათანობით ნელ-ნელა დაიწყო გახსნა. და უკვე ღიად ლაპარაკობენ, რომ ოფიციალურად იყენებენ ტექნოლოგიებს და ეგზოტექნოლოგიებს. და ამ ტექნოლოგიის შესახებ ადრე სამოქალაქო პირებმა არაფერი იცოდნენ. ამ ტექნოლოგიებს შეუძლიათ არსებობს ისეთი ტექნოლოგიები, რომლებსაც შეუძლიათ თქვენ გადაგაგდონ ახლა ერთი ადგილიდან პლანეტის მეორე ადგილზე, მაგალითად, თუნდაც არ იყოს პლანეტა. მაგალითად, თქვენ გიდათ ცხოვრობთ ზუგდიდში, გინდათ ჩახვიდეთ ქუთაისში, ხო? თქვენ არ მოგიძლიათ ტრანსპორტის გამოყენება. ხო. და ეს ტელეპორტები იქნება, არის ტექნოლოგიები, ტელეპორტების მიხედვით ხდება ეს ყველაფერი. შენ შეხვალ ჩვეულებრივ კაბინაში, ან შეხვალ იმ განათებაში, რომელიც ანათებს, მაგრამ მანამდე ალბათ ისა როგორც არის ჩვენთან კონტროლორები, რომლებიც ბილეთს ყიდიან და ზილარიან ისა ან მეტროებში რომ ზილარიან კონტროლორები და აკონტროლებენ გადახდას და იმას. ასეთნაირად ეყოლებათ ალბათ ამ ტელეპორტებს ოპერატორები, რომლებიც შეიყვანენ კოორდინატებს, სადაც შენ გინდა წასვლა და შენ 5 წუთში აღმოჩნდები ქუთაისში. ან ჩემი დაცხოვროს მაგალითად ბელარუსიაში, მე შევალ ტელეპორტში, შევიყვან კოორდინატებს და აღმოჩნდები ჩემი დის ბინაში, მინსკში. ხო, ან გინდა ინდოეთში წახვიდე ტურისტული ვიზიტით. შეხვალ ტელეპორტში, 5 წუთში აღმოჩნდები ინდოეთის იმ ქალაქში, რომელშიც შენ გინდა ყოფნა. და ასეთნაირი მთავრობები იქნება, ასე აკეთებდა ხალხი ადრე. აბა, ეს ტელეპორტები და ეს კარიბჭეები ყოველთვის არსებობდა, სანამ აერეოდა ყველაფერი. და ხალხი ამას იყენებდა. ეს არის ანტიგრავიტაციული ტექნოლოგია, რომელიც მიიღო ფედერაციამ ანტი-3-დან. და აგრეთვე მოხდება კონტაქტი სამოქალაქო პირებთან. მე რატო ვამბობ სამოქალაქო პირებთან, იმიტომ რომ გალაქტიკური ფედერაცია თანამშრომლობს მიწიერ ალიანსთან, თეთრი ქუდების მთავრობასთან. 1940-იანი წლების ბოლოდან 1950 წლამდე. და ხელშეკრულება დადო თვით აიკ ენზენჰაუერთან, სინამდვილეში ენზენჰაური არაფერ შუაშია, მინდა ვთქვა, მოქმედებდნენ ენზენჰაურის ზურგის უკან და ვიღაცამ ენზენჰაურის ხელმოწერა გააყალბა და ამიტომ ბრავდება ენზენჰაურეს, მაგრამ სინამდვილეში ენზენჰაური არაფერ შუაში ყოფილა. მაგრამ რადგან ელენა ასე ამბობს, ასე ვთქვათ, მოაწერეს ხელი ენზენჰაუერთან. ეს ხელშეკრულება იყო თანამშრომლობაზე 1950 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იმ მთავრობასთან ხდებოდა თანამშრომლობა. როდესაც ენზენჰაუერს უხდეს, რომ არის კიდევ ერთი ორგანიზაცია, ნებო სიკორი, რომლებიც თანამშრომლობენ ბნელ ფლოტთან და შეეცადენ მას დაკავშირებოდათ 1954 წელს. იმ შემთხვევის შემდეგ ფედერაცია კონტაქტშია მთავრობასთან, მაგრამ სამოქალაქო პირები არ იყო საქმის ყურში და ამიტომ ახლა გაიგებენ ამ კონტაქტზე, სამყაროების ფედერაციის კონტაქტზე დედამიწელებთან. ფიზიკური კონტაქტი მოხდება იმ რასების წარმომადგენლებთან, რომლებიც გენეტიკურად ახლოს არიან დედამიწელებთან. ესე იგი, ტალებთან, ალფა ცენტავრიელებთან, პროქსი ცენტრა ალფა ცენტავრიელებთან, არის კიდე პროქსიმა და ამ პროქსიმელებთან, სილოსებთან და ნიტონებთან.
აგრეთვე იქ იქნებიან წარმომადგენლები ვენერიდან, რადგან ისინი წარმოადგენენ ტალებს და ალფა ცენტრალიონელებს, ალფა ცენტავრიენელებს. იქ იქნებიან ისეთი ადამიანები, როგორც აგარტი მუტურის წარმომადგენლები, და როდესაც კულტურები ხდებიან ფედერაციის წევრები, ხდება ზეიმი ამასთან დაკავშირებით. და ამ ზეიმის ტრანსლირება მიდის დიდ ეკრანებზე, აჩვენებენ ამ ზეიმის ტრანსლირებას აჩვენებენ დიდ ეკრანებზე. გალაქტიკა დაყოფილია რეგიონებზეო და ყოველ რეგიონში არის თავარი სამყარო, რომელიც იმართება ცენტრალიზებულად და ამ მართლობას ქვია ფედერაცია. ამიტომ ახლა გასაგებია, როდესაც ამბობენ ინსაიდერები სამყაროების სინათლის სამყაროების ფედერაციაო. ხო, აი ეს პატარა ფედერაციები გაერთიანებულია ერთ დიდ ფედერაციაში. ამიტომ ამ ფედერაციას უწოდებენ სამყაროების სინათლის სამყაროების ფედერაციას. და ამ რეგიონებში იქნება გაგზავნილი დელეგაციები დედამიწიდან. ამასაც მოვესწრებით. დედამიწიდან აირჩევა ყოველი კუთხის კულტურა თავისი ცეკვებით, თავისი კერძებით, თავისი წარმომადგენლებით და გაიგზავნებიან ამ გალაქტიკურ სამყაროებში. იქნება პარადებიო და ეს ტრანსლაცია ხდებოდეს იქნებაო ყველა სამყაროებში, მთელ გალაქტიკების ყველა სამყაროებში. მიტერ ალიანსმა უკვე დაგეგმა თუ ვინ გამოვა, თუ თქვენ ამაში არ მიიღებთ მონაწილეობას დედამიწაზე, თქვენ ამაში მიიღებთ მონაწილეობას სხვა პლანეტებზე, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწერთ ყველაფრის გაზიარება თუ რაც თქვენ გაგაჩნიათ. აქ იგულისხმება კულტურებით, უნარებით, ყველაფერი, რაც ამასთან და რაც კულტურასთან არის დაკავშირებული. და დროა ერთმანეთის განშა გარეგნობის მიხედვით, რადგან სამყაროში არის ძალიან ბევრი უცნაური რამ. დედამიწა შევიდა იმ პერიოდში, იმ ეტაპზეა, სადაც ის იცდება, სადაც მას აქვს ასე ვთქვათ გამოცდები. მან უნდა გაიაროს რაღაც ეტაპობრივი გამოცდები, სანამ შევა გალაქტიკის ფედერაციაში. სანამ გახდება გალაქტიკის ფედერაციების წევრი. რა არის გამოსასწრელი პერიოდი? ამ გამოსასწრელ პერიოდს არ აქვს ვადა. არ აქვს განსაკუთრებული არჩეული ვადა. ცდის პერიოდს არანაირი კავშირი არ აქვს თარიღთან. აი თქვენ ელოდები და შემდეგ შედიხართ რომელიღაც არიანში, ხო? არა. თქვენ მოგიწევთ მუშაობა. თქვენ მოგიწევთ ცნობიერების იმ დონეზე ამაღლება, ტექნოლოგიი და კულტურული აზროვნებისა, რა დონეზეც არის ფედერაცია. რადგან ადამიანებს ექნება წტომა ისეთ უნიკალურ ტექნოლოგიებთან, რომ ამ ტექნოლოგიას უნდა ეს ტექნოლოგია უნდა გამოიყენოთ სიბრძნით, ბრძნულად. თქვენ არ მოგემსახურებია ის ტექნოლოგიები, რომელსაც თქვენ ხედავდეთ იქნება, არ უნდა გამოიყენოთ კონფლიქტებისთვის. დღეს ყველა მის გალაქტიკაში ვინ არიან იმპერია სიკლის წარმომადგენლები, ისინი არიან ძლიერები. ხო, ალიანსის წევრები, გალაქტიკის წევრები, ალიანსის წევრები იკვლევენ გალაქტიკებს. ხო, გალაქტიკის წარმომადგენლები, გალაქტიკის ჯარი არიან ძლიერები და მაგათ მეციან, რომ ამ სიკლის წარმომადგენლები, სიკლის იმპერია მათ მოახლოვდება ჩვენი დღეს და მზად არიან ამისთვის. სიკარების ჯარი, რომლებიც ახლა განადგურებული არიან, დანაწილებული არიან, დეზორგანიზებულები არიან, შეეჯახებიან პრობლემებს და დროთა ხანის განმავლობაში თავის საკუთარ თავს გაანადგურებენ.
და დღევანდელ დროს galaktikაში არც ისე უსაფრთხოა. უსაფრთხოდ ვერ იგრძნობ თავს. რადგან ამ სიკარების ჯარები არ იცი საიდან მოგადგებიან, საიდან გამოჩნდებიან. მაგრამ სიკარა იმპერიის არავის უყურს, მაგრამ თანათავებით ისინი დასუსტებიან და ბოლოს ჩაქვრებიან. ხო და ეს ომი გრძელდება და galaktikაში ხალხი ფიქრობენ თავიანთ ხელისუფლებაზე უნდათ გაერთიანება. შევხედავთ, რომ galaktikuri კავშირი ნატარო გაერთიანდა სიგმართან და იმპერია ნახთან. იმპერიის პრინციპი იუს დიდი მადლობა ამისთვის. ახლა ამჟამად ეს პრინციპი იმყოფება ვარსკვლავურ სისტემაში და საქმიანობს დიპლომატიით, არის საკრებული დიპლომატიით. და როდესაც ის დაბრუნდება, ჩვენ შეხვდებით ერთმანეთს და კარგად გავატარებთ დროს. და ის გამიშერებს მე ახალ ინფორმაციას, რომელსაც შემდეგ მე თქვენ გადაგცემთ. მაპატიეთ. შემდეგ გადმოგცემთ. ახლა კი მეგობრებო, მე თქვენ გპატიჟებთ მოგზაურობაში და გაგაცნობთ თანავარსკვლავ კიბორჩხალის წარმომადგენლებს, ადამიანები ბარიკადები. უფრო სწორად შემდეგ შემდეგ ვიდეოში გაგაცნობთ ამ ხალხს, რომელიც ახლა მე თქვენ მათი უკაცრავად გონი მარიკადები თქვა, ხო? მარიკადები, რომლებიც ცხოვრობენ თანავარსკვლავეთ კიბორჩხალაში. მაშ ამ წასი დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი ვიდეო. მადლობთ ყურადღებისთვის.